საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გერმანული დელეგაცია იმყოფებოდა გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა და საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენლების საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიიღო. დელეგაციის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციებს და საქმიანობას გაეცვნენ. შემდეგ კი სასამართლოს შენობაც დაათვალიერეს. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელებულ და არაერთ პროექტზე ისაუბრეს და იგეგმა საომავლო გეგმებით გერმანული მხარე აჭარაში კიდევ ერთი მიზნით იმყოფება, ისინი ბათუმის წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობას ეცნობიან. აღნიშნულ პროექტსაც სწორედ გერმანული მხარე აფინანსებს. შეხვედრაზე იმ ურთიერთთანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის დიდი ხანია არსებობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა საკმაოდ წარმატებული იყო და სიამოვნებით გავაგრძელებთ მას. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი ურთიერთობის სამომავლო გეგმებიც განვიხილეთ. შესაძლებელია განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოებაში საკონსტიტუციო სასამართლოს, ზოგადად კი კონსტიტუციისა და კონსტიტუციური სამართლის უფრო მეტი პოპულარიზაცია. გარდა ამისა, ზოგადად ჩვენი თანამშრომლობის მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოს ხელისუფლებას შემდგომ რეფორმირებაში და ევროპულ სივრცეში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციაში. andere europäische Rechtssysteme. საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, რომელიც ფინანსდება გერმანიის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ. აღნიშნული ვიზიტის დროს ჩვენ განვიხილეთ ის პროექტები, რომელიც ერთობლივად განხორციელდა საკონსტიტუციო სასამართლოს და გერმანული მხარის მიერ და ასევე დავსახმეთ ერთობლივი გეგმა.